ეთქვა ეს მშვილდოსნობა ჯოხოსნობას ასწავლდნენ სპეციალურად ჯოხებს. ეგ რატო ეტყობა ეს მეცხვარისთან? მეცხვარების შეგროვება. ეს კავიანი ჯოხი იყო თუ შუბისნაირი? კავიანი ჯოხი ის დასაჭერი, ცხვრის დასაჭერი. ის საომარი ჯოხია. ჩვეულებრივ ჯოხი არის ქელი. ესე იგი შუბის როლა, ქვის როლა, ჯოხით ნაბაძე ხდომა. ჯოხით ბრძოლა, ხო ასე? ჯოხით ბრძოლა. ჯოხით ბრძოლა ნაბაძე. მე იყო შეჯიბრის სირბილში. აი იმაში თვითონ თუ ახალგაზრდა გარდაიცვალა, ესე გამიცვალებულის ასატვის იმებს აჯიბრებდნენ. ესე მიცვალებულის იმას უკავშირდებოდა ეს უშუალოდ. ისე არ მართავდნენ. ისე არა. ან დაბა ხატობაში. და მიცვალებულს რა ამითია და უშუალოდ მოიგდა შეჯიბრებაში ეს რამე რიტუალი რა მიცვალებულისთვის რა იყო? და აი ეს პრიზი რომ არის ის შემთი არ ხმარო ინახა მისახე. ასაკის ალამი რომ აიღო შემაცხება. იმას კი არ მოხსდნენ ბაღდადს ბაღდადი ყოაბრეშუმისა. და სხვადასხვა საომარი ის მიწიგეთი იყო დროშები თუ შემისა. ბაღდადია ჩვეულებრივ ბაღდადში შეგვიძლია ყოაბრეშუმის ბაღდადი იყო პირისფერი ან თეთრი და ქონდა სამი ლენტი შემოვლებული. ლურჯი პირისფერი თეთრი. პირისფერი ეს რა ფერია? ღია წითელია. აი ამაზე დასკვნილი ხო აი ვარდისფერი, ღია ვარდისფერი. ეს სამი ბაღდადი შემული იყო თუ ლენტები იყო? ლენტები იყო შემული. და ეს ბაღდადი იყო თეთრი და სულ ერთი ფერის იყო. შუბისტარის ფორმისა ის ალამს ალმისტარ. შუბის ფორმა აქვს ის. ეს უხდიდან ამას ჩვეულებრივ ყველას კი არა. მეომრის ასაკის მამაკაც ქალებს არა. მე გვიან შემოვიდა ვამბობენ ქალებისთვისაც გადახდა. ოღონდ იქ რომ არის რომ ლაშქარს გიკითხენ სწორები წინამარ გაუძვებია მაგ შენი სითხის ხელითა ლაშქართ არ აეღებდე შენი თო სიათის თოფითა დევარს არ უბრუნდებოდე მე არის ლეკეთს გიკითხენ ლეკები კახეთ არს ბატონს თანაო კახეთ გიყითხავს ბატონი არა ხო წავი ლეკებს ნუ გავაგებინებთო გმირის ამის სიგნისაო და ლეკეთში ლეკთან გიკითხო ქალაქში ჯარებს ხტრისაო ისა კახეთს არს ბატონს თანაო კახეთს გიყითხავს ბატონი ქალაქში ჯარებს ხტრისაო ქალაქში მეფე გიკითხავს წასულა უფალთანაო ესე მეფეს ვერ მოატყუე უფალთან წაი დანარჩენს ყველას ეტყვი აი კარი მაგრამ და ერთ რამ მაინტერესებს სით კიდე აი დაუშვათ ეს გასაგებია შეთეს ასეთი ვაჟკაცი იყო ჯაულბერი კაიძეც დაუშვათ ესეთი კარგი ვაჟკაცი იყო მაგრამ აი თვითონ რა ის იყო ახლა მოხუცებულები თქვენ მაშინ იმ პერიოდში თქვენ რომ სწავლობდით მოხუცებულები რო აი თუნდაც ისინი მათგან ხوارკსმენია თქვენ როგორ ასწავლიდნენ დაუშვათ რომ კარგი მეომარი როგორ უნდა გახდე დაუშვათ ის ხმალება იმას ხმარება უნდა მოხმარება უნდა ბავშვობიდანვე ახალგაზრდობიდანვე მიიყოლებდნენ სალაშქროდ იმ გაცემებზე და პრაქტიკის ასწავლიდნენ ანუ სულთა პრაქტიკით ასწავლიდნენ მაგას ხო გაიყოლებდნენ სალაშქროდ ალბათ აი თქვათ ასე უნდა მოიქცეს აი ხელსური ჩამოყალიბებული ისა ხელსური თქვათ ასწავლის რომ თქვათ მიდიხარო სადმიო და გორზეო რომ ყორანმა გაიმაღლოსო მაღლარო იმ გორს მუდაენდობი ცუდი ზირიქიზისო ყორანმა კაცი დაინახა და იმითო წავიდა ისერმა გვარი კი გერმანული აქვს მაგრამ რუსი იყო და ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა კავკასიაში ამ ბესტუჟე მარნისკის აწერებაო გამიჩინა სურვილიო კავკასიაში ჩასვლისო და ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა ციმბირელი 21 წლის და დარჩა მთელი აქ და იმ ომების მონაწილე იყო და ის ამბობს ნუ ახასიათებს ყველას თუშებს ჩავდებს ხელშეც და თუშებზე ეგეთი რამე აქვს წინააღმდეგო ძველი სპარტანული წესისაო რომლის მიხედვითაცო ერთი უნდა მოკლაო ორს უნდა შეებრძოლო და სამს უნდა გაექციო თუში არასოდეს არ კითხულობს რამდენია მოწინააღმდეგე
თავარია რომ მტერთან შეხვედრა არ უნდა გათავდეს ბრძოლის გარეშე. რამდენიც იქნება მტერი და რამდენად ცოტაც არ უნდა იყოს, უნდა ეცი. ეს ხასიათს უყალიბებენ. ხო. უკაცრავად აი ეს ამბავი რომ მივამთავროთ, კიდე თქვენ მოყევით იგივე ცნობები თუში რო არის ჩასული მარჯვენებს რო აჭირს და მეგონი რომ ეს იყო მაშინ. ჩოლოქის ომი კი არის. მოკლედ რუსეთ-თურქეთის ომი 1866 წლებისა. თუ შედის რაზმიც იბრძოდა იქა და დამთავრდა ბრძოლა რაღაცა შეტევა და ეს მისო რომ 1-2 რაღაცეებს ითვლის. გავიხედა და თურქს მოუგრავებია მარჯვენები და ხურჯიში თვლის. ძლივ დავარცხეთ რომ ასეთ საერთო ომში მარჯვენების მოჭრა სახელი არ არის.